ვაგზელებთ ჭადრაკის სერიას და დღეს ვაკეთებთ ოფიცრებს. საინტერესოა, რომ ჭადრაკის ყველა ფიგურას თავისი უნიკალური სირთულეები აქვს. ამ დროის განმავლობაში ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე ფიგურა უფრო მარტივი იყო, ან უფრო რთული იყო. ყველაფერს აქვს თავისი სირთულე და საინტერესოს ხდის ეს ამ პროცესს ძალიან. დარჩით ბოლომდე, ვიდეოს ბოლოს გაჩვენებთ რა ეტაპზე ვიმყოფებით, ყველა ფიგურას გაჩვენებთ ერთად, რაც მოხდა კეთებული. პატარა შეცდომაც იქნება ახლა ამ ოფიცერზე და მისი გამოსწორების გზაც. აქ ხედავთ როგორ უშვებ პატარა შეცდომას და ნაწილი ტყდება ფიგურიდან და ვაგრძელებ ძალიან ნელა, რომ ის ბზარი არ გაიზარდოს. ძალიან გამიმართლა, რომ მთლიანად არ გატყდა ფიგურა. ბზარი ღრმა არ არის და სანამ იმ ფორმამდე მივიყვან, რაც მჭირდება, წესით უკვე უნდა აღმოიფხვრას მთლიანად. თუმცა სტრუქტურული დარღვევა მაინც აქვს და ფრთხილად უნდა გავაგრძელო. შემოვაკარი პატარა თოკი, რომ ცოტა უფრო დამხმარებოდა და დაეჭირა ეს გაბზარული ნაწილი, მაგას შემდეგ დავამთავრებ ხელით, მაგრამ მანამდე ჩარხზე ვაკეთებ იმდენს, რამდენიც შემიძლია. აქ ვასველებ ფიგურას, რომ დაზუმფარების შემდეგ აიწიოს ბოჭკოები ცოტა ხის და კიდევ ერთხელ გადავუარე ზუმფარით, რომ კიდევ უფრო გაპრიალებულიყო. შემდეგ კი პატარა ქვის ხელსაწყოთი ვაპრიალებ კონკრეტულ ნაწილებს, რომელიც არის ბოჭკოების დაბოლოებები. მაგაზე ცალკე ვიდეოს ჩავწერ. ეს იმისთვის არის, რომ პოლიურეთანი ნაკლებად შეიწოვოს ფიგურამ იმ ადგილებში და უფრო თანაბრად დაედოს. სწავლა და პროფესიონალიზმი მხოლოდ რაღაცის გაკეთებაში არ არის, ასევე არის იმაში, რომ გაფუჭებულის გამოსწორება შეგეძლოს. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და ვცდილობ ხოლმე, რომ ყოველი ესეთი შეცდომა გამოვიყენო იმისთვის, რომ ვისწავლო მეც, როგორ შეიძლება, რომ გამოვასწორო ესეთი შეცდომა, იმიტომ რომ უშეცდომო არავინ არ არის, ყოველთვის დავუშვებთ შეცდომებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ გამოსწორების გზები. უკვე რაღაცას ემსგავსება. ამას ახლა გავშკურკავ და ალბათ კი იცით უკვე შემდეგ რა ხდება. ჩვენ ხსნარს წაუსვამთ, გავაშრობთ, შემდეგ წაუსვამთ პოლიურეთანს და სად იქნება ოფიცერი. თუ კუ, ორი სახელები გვაქვს ჭადრაკის ფიგურების. კუ და ოფიცერი, ტურა და ეტლი, დედოფალი და ლაზიერი, ცხენს და მეფეს აქვთ მხოლოდ ერთი სახელი. ჩესკომზე ჭადრაკის თამაში ვისაც გინდათ, დაწერეთ კომენტარებში და ვითამაშოთ ხოლმე. იმის კვალობაზე რომ შეცდომა დავუშვი და შეიძლებოდა რომ საერთოდ გამიფუჭებინა ეს ფიგურა, მაინც არ უშავს კმაყოფილი ვარ. ოფიცრის ფიგურას აქვს პატარა ჩაჭრა, აქ რასაც გავაკეთებ პატარა ხერხით და ამით ფორმა დასრულებული იქნება. თანით ოდნავ გავასუფთავებ. ახლა დროა ჩადოსნური ხსნარის ტრადიციულად. დამთავრდა ჩვენი ოფიცრები. ძალიან ლამაზები გამოვიდნენ, ეს ჩაჭრილი მომენტიც ძალიან ლამაზია, უფრო კლასიკური ფორმაა რა თქმა უნდა. თითქმის გავედით ბოლოში. მადლობა რომ ვიდეოს ბოლომდე მოხვედით. დარჩა მხოლოდ დედოფლები, მეფეები და ჭადრაკის დაფა. და ამით შეიკრება მთლიანი ჭადრაკის სერია. გამოიწერეთ არხი და არ გამოტოვოთ როგორ დასრულდება ეს ამბავი.